გამარჯობა. ვითვალისწინებ ჩვენი მაყურებლების თხოვნას და ამ ვიდეოში დაწვრილებით ავხსნით გრაგლიანი გორის დამწერლობითი არტეფაქტების სრული წაკითხვის გაშიფვრის პროცესს ცალკეული ასო-ნიშნებისა და ხატოვანი სიმბოლოების მიხედვით, რითაც დავადასტურებთ ჩვენს მიერ მათი გაშიფვრის ჭეშმარიტებას. საკურთხევლის ამბანური წარწერა იკითხება ქართო სიონ მუნულუ, ხოლო რაც შეეხება მის იდეოგრამულ ნაწილს, ხარის თავსა და ფრინველის გამოსახულებას, ანუ მათი ფონეტიკური შესატყვისის ორ სიტყვას მუნუს და ლუს და არა ერთიან სიტყვას მუნულუს, ამის შესახებ ვისაუბრებთ რიგითობის მიხედვით ცალკე ვიდეოში. ამას უფრო დაწვრილებით ავხსნით სწორედ ხარის თავისა და ფრინველის სიმბოლოების განხილვისას. ამიტომ ჯერ მივყვეთ თანმიმდევრობით. პირველი ასო-ნიშანი არის ქ, აი ეს ასო-ნიშანი. აქ გამოტანილი გვაქვს, თუ დააკვირდებით, გრაფიკული გამოსახულება. გრაგლიანის ფრაგმენტი იმ ასო-ნიშნისა. ეს წარწერა ჩვენ გავშიფრეთ 2022 წელს. გრაგლიანი გორაზე ჯერჯერობით გათვალისწინებით ჩვენი ინფორმირებულობისა აღმოჩენილია საკურთხევლის ამბანურ იდეოგრამული, აი ეს საკურთხევლის იდეოგრამული, ანუ შერეული თიხის ლარნაკის ამბანური, აი ესა, რომელზეც შემდეგ ვისაუბრებთ ქვემოთ, რომელიც დაახლოებით 50 წლით გვიანდელია საკურთხევლის წარწერაზე და სტელას ხატოვანი დამწერლობის ნიმუშები. აქვე განმარტავთ ყველასთვის ადვილად გასაგები რომ იყოს. ამასთან მარტივიც. ასო-ნიშნებს ქვემოთ წარმოგიდგენთ შემოკლებული ფონეტიკური ფორმებით და მათ არ დავასახელებთ ამბანში მოცემული სახელდებითი მარცვლებით. მაგალითად ქ, ქან, რ, რეშ და ან და ასე შემდეგ. მაშასადამე ორ მათგანში გამეორდეთ საკურთხევლისა და თიხის ლარნაკის წარწერები წარმოდგენილია ამბანური დამწერლობის ასო-ნიშნები, თანაც მოქმედი მინიმუმ ძველი წელთაღრიცხვის 1018 წლისთვის. ეს თარიღიც ჩვენ გავშიფრეთ სტელას მიხედვით და წარმოადგენს 12 ასო-ნიშანს. აი ეს ხარის თავისა და ფრინველის გარდა და აი ეს 4 ასო-ნიშანი კიდევ. სულ არის 12. რომელთაგან ასო-ნიშნები ქ და რ მეორდება ორივე წარწერაში, ანუ სულ გვაქვს 10 განსხვავებული ასო-ნიშანი. ამათგან 3 ხმოვანია, ა, ო და იოტას ვავერთ. განსხვავებით ფინიკიურისა, რომლის ამბანში მხოლოდ თანხმოვანებია და შექმნის სავარაუდო თარიღია ძველი წელთაღრიცხვის პირველი 1000 წლეული. ქართლოსიანებს გააჩნდათ მარწერის თავისებური სისტემაც. ფიქსირებული წერის მიმართულება მარცხნიდან მარჯვნივ. აი ასე. გამოყენებულია ლიგატურაც და ასო-ნიშანთა მოხაზულობაში შეინიშნება მგლოვანი ფორმები, განსხვავებით ასევე ფინიკიურისა, კუთხოვან-ხაზოვანი მოხაზულობები. წარწერა საკმაოდ მაღალხარისხოვანი კალიგრაფიითაა შესრულებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჯავახიშვილის განმარტებით ან ამბანური დამწერლობის ფორმას რამოდენიმე საუკუნოვანი ფესვები უნდა გააჩნდეს, რაც მას განსაზღვრული აქვს 7-8 საუკუნის ფარგლებში, ანუ ჩვენ შემთხვევაში დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 19-18 საუკუნეები, რითაც ქართული ამბანური დამწერლობა გამოდის ყველა სხვა აქამდე ცნობილ ამბანურ დამწერლობაზე უხნესი, თვით ეგრეთ წოდებულ სავარცხლის ამბანურ დამწერლობაზეც, რომელიც თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის 1700-1550 წლებით. თუმცა ამგვარი შედარება პირობითია და ეს საკითხი სიღრმისეულად შესასწავლია. რამდენად შესაძლებელია, რომ ქართლოსიანებს ფარნავაზამდე პერიოდისთვის ჰქონოდათ ამბანური დამწერლობა? დავიწყოთ ციტირებით. არა უწიგნური იყვნენ ქართველები უწინარესთა ჟამთაცაშინა, ვიდრე ფარნავაზამდე წერდნენ იგინი უყუცეს და წერილითა. და წერილი მათი არსე წერილი ესე ხუცური ჩვენი. ფარნავაზმა წერილითა მათგან განჰყო მხედრობისთვის თვისისა მხოლოდ ხელითა წერილი განყოფილი ასონი და არა სხვით რაითა მე. პატარიძე ასომთარული ამბანი გვერდი 21. შემდეგი წმინდისა მამისა ჩვენ ქართველთა ნათობისა ათონისი ვერიის მამისა და წინამძღვრისა
გიორგის მიერ მოთხრობილთა შეკრებულთა სამოთხრობოთა მატიანისაგან. ივერია ვინაიდან ქვეყნისა სახელის დებაი არს, ხოლო ქართველობა ივერიის ერისა, მე ვიხილე გიორგი მთაწმინდელი საუბრობს ანტიოხიის სვიმეონ წმინდისა მონასტერსა შინა წიგნს საცავსა ჩვენ ივერიელთასა წერილი ძველი ფრიად ძველთა წინაპართა ჩვენთაგან, რომელსა შინა იყო წერილი ესრეთ, რა ეწერა ქართლოს, რომელიც წინაპართა ჩვენთა იქნა ნაცრესთა მთავარი, იგი თვით და ყოველნი ძენი, ძმანი, შთამომავალი და ერნი მისი მომზრახ იყვნენ ივერიულად, ესე იგი ქართულად, ზრახვითა ამგვარითა, რომლითაც მეტყველებდაც. თეიმურაზ ბატონიშვილი, გვერდი 34. განვაგრძოთ. სარწმუნოებელ არს ესე, რომელ დასაბამსავე შინა ივერიის ერნი სრულიად ყოველსა შინა ივერიასა ზრახვიდეს ქართულსა, ვინაიდან წერილისა სრულიად ივერიელთა საზოგადო მხოლოდ ქართული აქვს და უძველესთაცა შინა დროთა ყოველნივე ივერინენი ხმარობდენვე ამას. თეიმურაზ ბატონიშვილი, გვერდი 34. ჩვენ გვაქვს აქ ამონხებული აი ასეთი პატარა გრაფიკული გამოსახულებები. თუ დააკვირდებით აქ სპარსულ ამბანში ხდება მხედრული ამბანის რამოდენიმე ასო, ასევეა ფინიკიურში და ებრაელურშიც. ანუ ეს არის ძველი ამბანური დამწერლობები, აქ არის ძველი წელთაღრიცხვის 600 წელი და ასე შემდეგ. ესე იგი მხედრული ამბანიდან წავიდა სპარსულში, რადგან იცით რომ სპარსული სახელმწიფო შეიქმნა მოგვიანებით. მანამდე კი პასუხი უნდა გავცეთ ერთ შეკითხვას, რატომ არის შესაძლებლობა იმისა, რომ საკურთხევლის წარწერაზე დატანილი იყოს ქართლოსის სახელი, მას ხომ საბჭოთა ისტორიკოსები ლეგენდარულ პიროვნებად მიიჩნევდნენ. ეს კარგ შემთხვევაში, რასაც 10 წლების განმავლობაში თავს გვახვევდნენ. აი რატომ, გავიხსენოთ. ქართლის ცხოვრებიდან ეს ცნობა ქართლოსიანებთან მიმართებით, მას ზამსა საუბარია მცხეთის მამასახლისობაზე პერიოდზე დაივიწყეს დამბადებელი ღმერთი და ექმნეს სახუმ მზისა მთვარისა და ვარსკვლავთა ხუთთა, ხოლო მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისა. შემდეგ თეიმურაზ ბატონიშვილი. პირველი ნათესად მთავარი ყოველთა ნათესაობათა თვისთა ზედა იყო ქართლო, ესე იგი ქართლოს, ფლობელი ძმათა ძეთა და ერთა მათთა ზედა და შთამომავლობათა, რომლისთვის ქართლოს იწოდებოდა ნათესავთ მთავარი. გვერდი 27. თეიმურაზ ბატონიშვილი. დავიმახსოვროთ ეს ინფორმაცია პირველი ნათესავთ მთავარიო, რომლის გახსენებაც მოგვიწევს საკურთხევლის იდეოგრამული გამოსახულების ხარისთავი და ფრინველი განხილვისას. მაშასადამე ქართლოსი, რადგან იყო პირველი ნათესავთ მთავარი, ანუ დამაარსებელი ქართული სახელმწიფოებრიობისა, სრულიად შესაძლებელია, რომ მისი სახელი დაეწერათ საკულტო ტაძრის საკურთხეველზე. ამ თემაზე ჩაწერილი გვაქვს სხვათა შორის ვიდეოები და გთხოვთ უყუროთ. შემდეგი, ვით შეგვიძლია პალეოგრაფიული თვალსაზრისით ვიზუალურად დადასტურებული ან სიმართლის გამყარება, აი აგერ ჩვენ ხო ვიზუალურად დავადგინეთ, რომ ეს ქვასოა და მერე შევადარეთ, აგე ასომთავრული, ხუცური, ხედრული. და აქ სხვა კიდევ ახლავე მოგახსენეთ, რაშიც არის ამ საქმე. დავიწყოთ თანმიმდევრობით. ლინგვისტური დადასტურება, აგერ სხვა ამბანებში არის წასული ჩვენი ქ ასო. ასევე ეს ასო ნიშანი გვხვდება სანსკრიტშიც, ფონეტიკური შესატყვისით კხ. აი აქ ამ გვერდით ჩვენ ჩამოწერილი გვაქვს აი ეს ინფორმაცია. ისტორიული და ბიბლიური წყაროები. თეიმურაზ ბატონიშვილის და დაყრდნობით ქართლოსი ძმებთან, ნათესავებთან და ერთად იორის ხეობაში შემოვიდა ძველი წელთაღრიცხვის 2723 წელს, ქრონიკონის მე-6 მოქცევის 221-ში. მისი სახელიდან მომდინარეობს ქართველური ეთნოსის სახელდება. ის მოხსენიებულია ასევე ქართლის ცხოვრებაში.
და მატიანე ქართლოსიანთაში, რომელიც დღეს მდგომარეობით დაკარგულად ითვლება, თუმცა თეიმურაზ ბატონიშვილის ამ წიგნიდან ცნობები გადაუწერია. შემდეგი თეიმურაზ ბატონიშვილი თარგამოს იყო საღმრთოსა წელისამრევ ძველსა აღთქმისა მოსეს მიერ მოთხრობითა ძეი ღამერისა ძისა იაფეთისა დაბადება თავი 10 მუხლის 3 ისევ ცხადად იქმნების წინასწარმეტყველისა სიტყვათა თარგამოს მოხსენიებად ზედ გომერისა, ესე იგი ღამერისა წინასწარმეტყველისა მონათხრობსა ვიწუნებდა ვიტყვი თარგამოს ზედ ღამერისა ძისა იაფეთისა ძისა ნუესი, რომელსაც გვიმტკიცებენ ესრეთ ყოვლად დიდი იგი წინასწარმეტყველი და ღვთის მხილველი მოსე და ეგრეთვე დიდი იგი წინასწარმეტყველი ეზეკიელ. თეიმურაზ ბატონიშვილი ზემოთ ნახსენები წიგნი გვერდი 25-26. არქეოლოგიური დადასტურება. გრაგლიან გორაზე აღმოჩნდა თიხის ნარნაგზე დატანილი წარწერა, რომელიც თითქმის როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თანადროულია საკურთხევლის წარწერისა. განსხვავება არის 50 წელი. აი ეს თიხის ლარნაკი. ამ წარწერის პირველი და მეორე ასო ნიშანი ქ და რ, აი ეს ქ და რ, აქ არის ამაზეა დაწერილი. ფონეტიკურადაც და გრაფიკულადაც იდენტურია საკურთხევლის წარწერის ანბანური ნაწილის პირველი და მესამე ასო ნიშნებისა. ანუ აია ამისი და აგერ წითლად გვაქვს ეს ლიგატურა, ამაზე შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ, აი აქ ერი ვისაუბრებთ და აქ ქ, აი აქაც. რაც პირდაპირი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენ სწორად გავშიფრეთ ეს წარწერები. მაშასადამე საკურთხევლის ანბანური დამწერლობის პირველი ასო ნიშანი არის ქ. შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ ასო ნიშანზე ა და რ-ზე. როგორც მოგახსენეთ, აი ამაზე. ამისთვისაც ცალკე წარმოგიდგენთ ასეთ გრაფიკულ გამოსახულებას, ყველა ასოზე გვაქვს სათითაოდ ასო ნიშანზე გაკეთებული. და მათ ლიგატურაზეც ვისაუბრებ. თუ რატომ არის ეს ლიგატურა? ამას ადასტურებს თიხის ლარნაკის წარწერა. აი აქ ხომ ცალკეა ეს, აი ერი აქ ცალკეა წარმოდგენილი და აქ ერთობლიობაში არის ა ასო ნიშანთან, ანუ ლიგატურას წარმოადგენს ეს გამოსახულება. ამით შეგვიძლია დავასრულოთ, თხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და უყუროთ ჩვენს ვიდეოებს. შემდეგზე, როგორც მოგახსენეთ, შემდეგ ვიდეოში უკვე საუბარი გვექნება შემდეგ ასო ნიშნებზე, ეს არის ა და ერი, რადგან ისინი ერთად არის წარმოდგენილი ლიგატურის სახით. დიდი მადლობა.